და გამარჯობა. მე ლევან თურმანაული ვარ. ეს After Effects გაკვეთილების სერიიდან, ბაზისეული გაკვეთილების სერიიდან მეოთხე გაკვეთილია. ამ გაკვეთილში ჩვენ ვისწავლეთ ცალკე effects keying და შევისწავლეთ ასე ვთქვათ გამჭვირვალობას. დავიწყოთ გაკვეთილი. პირველ რიგში უნდა გავხსნათ ვიდეო, რომელზეც უნდა ჩავატაროთ ასე ვთქვათ ეფექტები, მივცეთ მას ეფექტები, მივანიჭოთ. გავხსნათ Tinofoli. მოდით ეს გავშალოთ. და ჩავსვათ იგი ახალ კომპოზიციაში. როგორც ხედავთ, აქ არის მწვანე ეკრანი. ჩვენ ამ მწვანე ეკრანს ვაქცევთ გამჭვირვალე ეკრანად. პირველ რიგში მოვნიშნოთ ფენა, რომელზეც გვინდა სწორედ ეს ეფექტი დავადოთ. Effect, Keying, Keylight 1 და 2. ვირჩევთ ფერს, რომელზეც გვინდა რომ ის იქცეს გამჭვირვალედ. დავაჭიროთ პიპეტკას და ვირჩევთ მწვანე ფერს. როგორც ხედავთ, აქ გაჩნდა ნაცრისფერი კუბიკები, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენი ეკრანი გამჭვირვალედ იქცა, მაგრამ თუ დავაკვირდებით, არის პატარ-პატარა ხარვეზები, რომლის გამოსწორებაც შეიძლება screen gain-ის მნიშვნელობის მაღლა აწევით. ნახოთ რა გამოვიდა. როგორც ხედავთ, კაცი გამოჩნდა. ჩვენ ახლა გვჭირდება, რომ ზედმეტი ნაწილები, რაც არ გვჭირდება, მოვაშოროთ. ვირჩევთ Pen Tools, შესაძლებელია ღილაკ G-ზე დაჭერაც და ასე არჩევა. და ვნიღბავთ ზედმეტ ადგილებს, ასე იგი ვაშორებთ. მაუსის გორგოლაჭით შესაძლებელია ვიდეოს მიახლოვება და დაშორება. კარგით, ნახოთ ასე. კარგია. ასე. აქ მოვნიშნოთ და მეტი აღარც გვინდა. როგორც ხედავთ, ზედმეტი ნაწილები გაქრა. თუ დავაჭერთ აი ამ ღილაკს, მაშინ ჩვენი შენიღვის ასე იგი ხაზებიც გაქრება და თუ ისევ დავაჭერთ, გაჩნდება. კარგით, როგორც ხედავთ, ჩვენი ვიდეო საკმაოდ კარგად არის შენიღბული. ახლა მე ამ ჩვენ ვიდეოს უნდა დავადო აფეთქების ეფექტი. მაგრამ სანამ აფეთქების ეფექტს დავადებდე, მანამდე ჩავსვათ ლას-ვეგასის ხედი აქ. მოდით ლას-ვეგასი ჩავსვათ აი აქ. როგორც ხედავთ, კაცი გამოჩნდა, ლას-ვეგასის წინ დგას, ასე ვთქვათ, და ვნახოთ რა მოხდება. მოკლედ, როგორც ხედავთ, ჩვენი კაცი არის ძალიან დიდი ამ ხედთან შედარებით, ასე რომ დავაჭიროთ Tinofoli mouse. მოდი ეს გავაკროთ და ჩვენი ვიდეო დავაპატარავთ. და ასევე გავუკეთოთ. ასე ვნახოთ ჩვენი შენიღვა საიდან გვიშლის ხელს. აი აქ, როგორც ხედავთ, თავი კარგად არ ჩანდა. ასევე ჩამოვწიოთ ვიდეო და აი ახლა უკვე ვნახოთ რა გამოვიდა. კარგით, როგორც ხედავთ, კაცი გამოდის, მაგრამ რაშია საქმე. როგორც ხედავთ, ლას-ვეგასის ვიდეო ძალიან პატარა არის თვითონ ამ კაცის ვიდეოსთან შედარებით, ასე რომ ლას-ვეგასის ნაწილი განუგვაქვს ბოლოში და აი ამ ადგილს მოვიყვანთ აი აქ. რადგან გამოვიდეს ის, რაც ჩვენ გვინდა. ვაკეთებთ შემდეგს, აი აქ მოგვაქვს და ვაჭერთ Stream Come to Work area და ვნახოთ რა გამოდის. ცოტა ხანი დაცდა მოგვიწევს, რადგან After Effects ჭირდება ვიდეოს ჩატვირთვა. შემდეგში კი უფრო ჩქარად ჩაირთვება ეს ვიდეო და გაგვიმარტივდება საქმეც. როგორც ხედავთ, კაცი ყირავდება, ასე ვთქვათ, იქცევა. იმის მიზეზი რომ გავაკეთოთ, რის გამოც ეს კაცი ყირავდება, აუცილებელია რომ ჩვენ დავადოთ რამე ეფექტი. მე აქ დავადებ აფეთქების ეფექტს. გავხსნათ ჩვენი აფეთქების ეფექტი. Detonation films. FX, Molotov. Molotov-ის აფეთქება.
მოდით ჩავსვათ ჩვენი მოლოტოვის ეფექტი ვიდეოებში და ჩავსვათ ყველაზე ზემოთ. როგორც ხედავთ, ჩვენი ვიდეო არის შავი, რაც იმაზე მიუთითებს, რომ გჭირდება რაიმეს გაკეთება, თორე აქ შავი არ გამოგვადგება, უნდა გამოჩნდეს მხოლოდ და მხოლოდ აფეთქება. მოდით ჯერ ნახოთ, აი აქედან იწყება უკვე მეორე აფეთქება, სადაც შევამციროთ ჩვენი ვიდეო და ნახოთ, საიდან იწყება მეორე აფეთქება, აქამდე უნდა შემცირდეს. მე ასე ვაკეთებთ, მოგვაქვს აქ და ვნახულობთ ასევე საიდან იწყებს კაცი, ასე ვთქვათ, წაქცევას. სწორედ აქედან, კარგით, გადმოგვაქვს ვიდეო აქ. უკაცრავად აქ რაღაცა მერია. მე ბოდიშს ვითხოვ. კარგით. ახლა იმისათვის ჩვენ რომ დავინახოთ მარტო აფეთქების ეფექტი, საჭიროა შემდეგი რამ. როგორც ხედავთ, აქ აწერია სიტყვა mode. ამ მოდის შეცვლა არის აუცილებელი, მაგალითად დავაყენოთ screen-ზე. როგორც ხედავთ, ჩვენი ეფექტი გაჩნდა. აქ არის სხვადასხვა ეფექტები, რომლის მიხედვითაც თქვენ რომელიც მოგეწონებათ, ასე ვთქვათ, შეგიძლიათ იმის დაყენება, მაგრამ ამ შემთხვევაში საჭირო არის მხოლოდ და მხოლოდ screen-ი. ასევე შესაძლებელია multiply და ასე შემდეგ. დავაყენოთ იგი screen-ზე. და ვნახოთ რა ხდება. ჩავსვათ იქ, ვთქვათ, ასფალტზე დავდოთ ჩვენი აფეთქების ეფექტი და ჩავართოთ ჩვენი ვიდეო. დავაღიაროთ, რომ აფეთქების ეფექტი არის ძალიან პატარა, ამიტომ ჩვენ აფეთქების ეფექტს ვზრდით. ასე. კარგია. და როგორც ხედავთ, აფეთქების ხაზი გადმოვიდა ამ კაცზე. ასე რომ ჩვენ ტინოფოლი უნდა ავწიოთ ყველაზე მაღლა, აფეთქების ეფექტი უნდა იყოს შუაში, ხოლო ლას-ვეგასის ხედი ქვევით, სულ ქვემოთ. და ვნახოთ, აი ახლა რა გამოვიდა. როგორც ხედავთ, ჩვენი ვიდეო გამოვიდა ლამაზი. უფრო მეტი რეალურობა რომ შევძინოთ ჩვენს აფეთქებას, აუცილებელი იქნება რომ დავამატოთ ეფექტი glow. მოდით აი აქ მოვძებნოთ stylized glow და დავამატოთ მოლოტოვის ეფექტს. ეს აუწიოთ, ესეც ცოტა აუწიოთ და ვნახოთ როგორ გამოვიდა. როგორც ხედავთ, ჩვენიერი ეფექტია. ამ გაკვეთილში სულ ეს იყო, შემდეგ გაკვეთილში ჩვენ უნდა შევისწავლოთ motion tracking-ი, ანუ მოძრაობის კონტროლი. კარგად ბრძანდებოდ.